საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან. რამდენიმე საათის წინ კი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივი ჟურნალისტები, ასევე რეგიონიდან და დედაქალაქიდან ჩამოსული ჟურნალისტები იმყოფებოდნენ იზოლატორში, სადაც არის ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი მოთავსებული მზია ამაღლობელი, რომელიც როგორც იცით 2 დღის წინ დააკავეს. მას პროკურატურამ დღეს წარუდგინა შუადღით ბრალი, მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ჟურნალისტებმა გამოხატეს სოლიდარობა მზია ამაღლობელის მისამართით. იზოლატორთან გავრცელდა ცნობილი ადამიანების კომენტარები და განცხადებები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტს. თქვენ შეგიძლიათ ეხლა ჟურნალისტების კომენტარები მოისმინოთ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა ბათუმის იზოლატორთან. Igor Veselio. მაგიმედით იყავიო, ასეთი პოლიტიზებული უნდა იყოს ისა პოლიციელი. მაგიმედით იყავით რომ მეუბნები? ასეთი პოლიტიზებული უნდა იყოს. უცხარით რომ დანაშაულის პროვოკაცია მოუწყეს მზია ამაღლობეს და ეხლა ეს ჩვენი კოლეგა არის დატყვევებული რუსული რეჟიმის მიერ. ეგ არის ადამიანი წინა ხელისუფლების პირობებში ქართული ოცნება 9 წლიან სისხლს თუ რაღაცეებს რო ეძახის, იმათ თავისი დაღი დაასვეს თავის მმართველობას და უამრავი დანაშაული შეიძლება ჩაიდინეს და ჩაიდინეს. მაგრამ ეს ადამიანი იყო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში ბრიფინგებზე. იმდენად პოლიტიზებულია ეს პირიდან. ხელისუფლება რომ შეიცვლება, ამას შეგახსენებთ და მაგიმედით იყავიო. ამას უნდა ამბობდეს პოლიციის ხელმძღვანელი პირი? დაგეგმილი აქტი მზია ამაღლობელის დაკავება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დღეს შევხვდით რომ მიმართ აპროტესტების გამოყენებას იყოს პროკურატურა შაბლონი წარადგენეს სასამართლოში და თქვეს რომ შეიძლება მიიღალოს ზეწოლაბამის მოწმეებზე და ასე შემდეგ. ანუ აბსურდული არც კი მოისურვა ცოტა დაფიქრებული ხონდა სხვა ტიპის შრომდღმობა დაეწერათ. ეს არის შესაძლებლობა რომ ამყოფენ ბათუმობაში მზია ამაღლობელი არც ის არ გაგვიკვირვებია რომ მზიას დაამატებდნენ და ატყუებდნენ. ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ყველა ხელისუფლებას აქვს ცოდნობა დაადუმოს კრიტიკული მედია. ჩვენ არ ვდგავართ იმისთვის რომ არ და ვერ დადუმება კრიტიკული მედია, ამიტომ დაუყოვნებლივ ვითხოვთ გათავისუფლდეს მზია, გათავისუფლდეს უკანონო ყველა დაპატიმრებული ადამიანი, ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი, დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანი. განმცემლობა ბათუმელები წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სანდო და ობიექტურ მედიას საშუალებად. სწორედ ეს უქმნის დისკომფორტს ხელისუფლებას, როგორც გითხარით, სოლიდარობის მიზნით ჩამოსული როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონიდან ჟურნალისტები ამ დროისათვის ბათუმში მიმდინარე 47 დღეა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან და ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულების სასამართლო პროცესი.